ვერასაც უყურებ ხალხის სახებს ყველას სჭირდება ფსიქიატრი მეც მაგალითად უკვე საქართველოში ადამიანები ფსიქოლოგის მოსაძებნად მარტივ გზას მიმართავენ და ონლაინ საძიებო სისტემას იყენებენ, რაც ყველაზე არასანდო მეთოდია. გთხოვთ კერძოდ მირჩიოთ მოზარდი ბიჭისთვის კარგი ფსიქოლოგი მამაკაცი. გამარჯობა, ვეძებ ფსიქოლოგს, რომელიც დამეხმარება შფოთვების და შიშის გადალახვაში. აუცილებელია ონლაინ შეეძლოს მუშაობა. მირჩიეთ მოზარდისთვის მამაკაცი კარგი ფსიქოლოგი. ჩვენს ქვეყანაში ფსიქოლოგის პროფესია კანონით არ არის რეგულირებული სფერო. ამის პარალელურად გაჩნდა მრავალი ადამიანი და ორგანიზაცია, რომლებიც ფსიქოლოგიურ სერვისს გასცემენ. ჩვენ ვესაუბრეთ 27 წლის ანას, მან ფსიქოლოგი ონლაინ იპოვა. ეს გოგონა, რომელთანაც მე თერაპია გავიარე, აქტიური იყო TikTok-ზე რამოდენიმე ხანს. ესე კონკრეტულად რო გითხრათ, მისი პროფესია სად გაიარა, როგორ ესე არ მახსოვს. პირველი შეხვედრა ჩავნიშნე და მაგის მიხედვით, ჩემი გამოცდილებით გამოვკითხე, რა ცოდნა ჰქონდა ამ სფეროში, სად დაამთავრა, რა გაიარა, ვინ იყო, რას წარმოადგენდა და ამის მიხედვით გადავწყვიტე, გირდა თუ არა მასთან ურთიერთობის დაჭერა. 27 წლის ანას ჰქონდა შედეგები ფსიქოთერაპევტთან ვიზიტების დროს. ბევრად დავინახე ჩემი შესაძლებლობები იქამდე, რასაც უყურავდი, რომ მე ვფიქრობდი, რომ ეს არასდროს შემეძლო. თუმცა ფასებთან და საძიებო სისტემასთან დაკავშირებული სირთულეები, რომელსაც კანონი არ არეგულირებს, ღიად ტოვებს ფსიქოლოგიური სერვისების უსაფრთხოების საკითხს. პროფესია ფსიქოლოგის კანონით რეგულირება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა შეადგინოს გარკვეული სტანდარტები და წესები, რომელსაც ფსიქოლოგი დაიცავს თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. დღეის მონაცემებით ჯანდაცვის კომიტეტმა სადა აღნიშნული პრობლემა გადაეჭრა. შეკრიბა პროფესიონალები, მათი აზრი მოისმინა, წერილობითი უკავშირიც მიიღო. იყო პირველი მოსმენაც, თუმცა საბოლოოდ საკითხი ღიად რჩება. პროცესი არ არის დასრულებული. ამ თემის მიმართ საზოგადოების ცნობიერებაც ასამაღლებელია. ისინი ვერ ასხოვებენ ფსიქოთერაპიას ფსიქოკონსულტირებისაგან. წარმოუდგენა არ მაქვს მართლა. არ ვიცი. ჩემთვის ალბათ იგივეა, ორივე. ფსიქოთერაპია არის უკვე მკურნალობა, როდესაც ინიშნება წამალი, დიაგნოზირება ხდება და კონსულტაცია არის პირველადი გასაუბრება ჩემი აზრით. საზოგადოება არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას ფსიქოლოგის პროფესია რეგულირდება თუ არა კანონით. არ ვიცი, კანონთან მიმართებაში მწყრალად ვარ. არა მგონია, არ ვარ დიდად ჩახედული მაგ საკითხში და მე მგონი არა. არის, ჩემი აზრით უნდა იყოს წესით. ამ საკითხების ირგვლივ ვესაუბრეთ გიორგი დონაძეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს. ყველა ფსიქოთერაპევტს აქვს ფსიქოლოგიური განათლება, მაგრამ ყველა ფსიქოლოგი არ არის ფსიქოთერაპევტი. ფსიქოთერაპია აუცილებლად მოიცავს დიპლომის შემდგომ განათლებას, განსხვავებით ფსიქოკონსულტანტისა. ფსიქოკონსულტანტი არის ადამიანი, ვისაც აქვს მაგისტრატის დიპლომი და სუპერვიზიის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება. საქართველოში მაგალითად ფსიქოლოგიის პროფესია ამჟამად არ არის რეგულირებული სფერო კანონით. მეტიც ფსიქოლოგიის სწავლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლებიც კი არ არსებობს. არც ბაკალავრიატის საფეხურის და არც მაგისტრატურის საფეხურის. სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიტუაცია განსხვავებულია. აი პირობითად აშშ-ში ფსიქოლოგის პროფესია მკაცრად რეგულირდება. საჭიროა დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში სტაჟირება და სახელმწიფო ლიცენზიის მიღება. ევროპის სხვა ქვეყნებში თერაპევტებს სჭირდებათ სახელმწიფო ლიცენზია, რომელიც მოითხოვს სპეციფიკურ განათლებასა და პრაქტიკას. ფასებთან დაკავშირებითაც არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. რა ღირს საქართველოს სერვისები, რა ინფორმაცია გაქვთ? სავარაუდოდ, როგორც ვიცი, ყველაზე ცოტა 80 ლარიდან იწყება, როგორც ვიცი. როგორც ვიცი, ძვირი ეს კარგი სპეციალისტი. 80 ლარიდან იწყება თვალწინები ფასები. არა, იმიტომ რომ არ დამჭირვებია მე. ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი და დავადგინეთ დღეის მონაცემებით რა ღირს ფსიქოლოგიური სერვისი და რა განმასხვავებელი ნიშანია ფასებში. გამარჯობა, სერვისებთან დაკავშირებით გირეკავთ კონსულტირების და თერაპიის ფასი მაინტერესებდა ღირებულება. თერაპიის ფასი არის 30-40 ლარი, კვირაში 2-ჯერ ივნის ბავშვი. თუ 3-ჯერ მეტჯერ, ამ შემთხვევაში 15 ლარი იქნება ერთი თერაპიის საათის ღირებულება. რა შეიძლება კონსულტაცია 50 ლარი არის ნებისმიერი თერაპია. ფსიქოლოგის მომსახურება 60 ლარი, ქცევის თერაპია 40 ლარი, მეტყველების თერაპია 40 ლარი, სენსორული თერაპია 50 ლარი, ფიზიკური თერაპია 50 ლარი. 15 ლარიდან 20 ლარის ჩათვლით რა თქმა უნდა ყველა
ფსიქოლოგთან განსხვავებული ფასია. ალო? გამარჯობა. ფსიქოლოგიურ სერვისთან დაკავშირებით ვრეკავ. კურსის ღირებულება არის 695 ლარი. გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანების შემთხვევაში ფსიქოლოგიური თერაპია 40-50 ლარიდან იწყება, ხოლო ზრდასრულების შემთხვევაში 80 ლარიდან. დღეს მონაცემებით საქართველოში სახელმწიფოს აქვს უფასო სერვისებიც კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისათვის. მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანატური სამსახურის ბაზაზე ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ უფასო სერვისის მიღება. ასევე სახელმწიფო ზრუნვის სამსახურში მოწყვლადი ჯგუფებისათვის არის უფასო სერვისი, როგორიცაა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები, ოჯახში ძალადობა განცდილი არასრულწლოვნები და ზრდასრულები. თერაპიაც კარგია და კონსულტაციაც კარგია, მაგრამ მე მგონი ჯერ კონსულტაცია უნდა გაიარო და მერე ფსიქოთერაპია და რომელიც ნამდვილად ესაჭიროება მთელ საქართველოს.